წარმოიდგინე, რომ ჩავჯექი დროის მანქანაში. დავაბრუნე 2018 წელს და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებდი, რომ მეთქვა. კომიკოსი ნებას მისცემდა ვლადიმირ პუტინს. 2026 წელს მოსკოვში პარადი ჩაეტარებინა. თავდაპირველად ალბათ იფიქრებდი, რომ ეს ხუმრობა იყო. საბოლოოდ მე ხო ვთქვი, რომ ნებართვას კომიკოსი აძლევდა. შემდეგ 2020 წელს ალბათ საკმაოდ გაბრაზდებოდი, რომ ჩემი დროის მანქანა არ გამოვიყენე გიჟური პანდემიის შესაჩერებლად. შემდეგ 2022 წელს კიდევ უფრო გაბრაზდებოდი, რომ ჩემი დროის მანქანა არ გამოვიყენე თვითონ შეჭრის შესაჩერებლად. მაგრამ ბოლოს 2026 წელს მიხვდებოდი, რას გულისხმობდი. რუსეთმა დღეს თავისი ყოველწლიური გამარჯვების დღის აღლუმი ჩაატარა. და რადგან ზელენსკი ასეთი გულუხვი იყო და ამის ნებართვა მოგცა, ვიფიქრე, რამდენიმე წუთი შეგვეძლო დაგვეთმო და უბრალოდ გვეყურებინა ამ ღონისძიების შესანიშნავი კადრებისთვის. ასე რომ ხიარული აღლუმის კადრების ფონზე, რომლებიც რატომღაც ისევ 7 სოцპეშია გადაღებული. მოდით განვიხილოთ, როგორ მივედით ამ სახელდახელო ზავამდე, რატომ იყო ის სანდო და როგორ გამოიყენა უკრაინამ აღლუმის უსაფრთხოების სისუსტე, მიუხედავად ბოლო წუთს დადეებული ზავისა. საწყისისთვის უნდა გადავხედოთ რა მოხდა. უკვე დაახლოებით 1 თვეა რუსეთი შეშფოთებულია თავისი პროპაგანდისტული კამპანიისა და ყოველწლიური ზეიმის უსაფრთხოებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხებას ეძღვნება დიდ სამამულო ომში. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენი საჰაერო თავდაცვა უკვე რამდენიმე თვეა ვერ აჩერებს უკრაინულ დრონებს. მათზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ დილემის წინაშე რუსეთმა 9 მაისისთვის ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. უკრაინამ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტას ვერ გამოაცხადებ მხოლოდ მაშინ, როცა ეს შენთვის მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომის ტემპს მოსკოვში ვეღარ აკონტროლებ. დიახ, ეს უცნაური წინადადებაა, რომელიც ახლა ვთქვი, მაგრამ თითოეულ სიტყვას გულისხმობდი. ზელენსკიმ ამიტომ გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება დაიწყოს 6 მაისს და რუსეთზე იქნება დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა პირობებს 9 მაისის ჩათვლით, თუ სურს მშვიდად ჩაატაროს თავისი აღლუმი. რუსეთმა დაუყოვნებლივ გააგრძელა სროლა, მაშინვე როგორც კი უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის ვერსია დაიწყო. ამიტომ ყველას ყურადღება წითელ მოედანზე გადაერთო. ელოდნენ თუ რა შეიძლება აფეთქებულიყო რამდენიმე დღის შემდეგ. კვირის განმავლობაში როგორც ჩანს, კრემლში დაიწყეს ნერვიულობა, რომ შესაძლოა მართლაც რაღაც მომხდარიყო. ამიტომ კითხვა გახდა, როგორ დაეღწიათ თავი ამ სიტუაციას. ეხლა თქვენ როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას? რაც სჭირდებათ არის ადამიანი, რომელიც შეძლებს სიტუაციის მედიაციას და აქვს რესურსი, რომ აჩვენოს მშვიდობისადმი ერთგულება. ასე მივიღეთ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა, რომლის პირობებიც ძალიან განსხვავდება იმის მიხედვით, ვისაც გითხავთ. Truth Social-ზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის გაგრძელდება 3 დღე, 11 მაისის ჩათვლით და მოიცავს ყველა სამხედრო მოქმედებას. ზელენსკიმ კი გამოაქვეყნა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მხოლოდ აღლუმს ეხება. და თუ ვინმე ეჭვი ეპარებოდა, მან დამატებით მიუთითა წითელი მოედნის GPS კოორდინატები, რათა არავინ დაესხას იმ ტერიტორიას. კიდევ ერთხელ, აი კოორდინატები, სადაც არავის უნდა დაარტყას და ის ამას ნამდვილად გულისხმობს. და თუ კი ის მართლა გულწრფელად გულისხმობს ამას, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბოროტი განზრახვით სურდა მოთხოვნის შესრულება, ზუსტად ეცოდინებოდა, სად დაერტყა აკრძალული ზონის გარეთ. ასევე გაითვალისწინეთ ტროლინგი. ზელენსკი გადათქვეტს, რუსეთს მისცეს უფლება ჩაატაროს თავისი პარადი, რისთვისაც მადლობას უხდი მას, რომ არ დამაკლდეს საჭირო ვიდეო მასალა წლის დარჩენილი პერიოდისთვის. როგორც ჩანს, პარადი მართლაც უპრობლემოდ ჩატარდა და ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდა წითელი მოედნის გარეთ მთელი ღამის განმავლობაში და დილამდე. როგორც ჩანს, თუ კარგად დავაკვირდებით, მე ეჭვება, რომ უკრაინა ფიქრობს, თითქოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას პარადის ჩატარების ვიტრო ინტერესის მიღმა შეასრულებს. ამიტომაც უკრაინა მხოლოდ პარადის დროსა და ადგილზე აიღო ვალდებულება. ტრამპი კი თავის მხრივ ცდილობს თავისი წვლილი მსოფლიო მშვიდობაში გადაჯარბებულად წარმოაჩინოს, ამიტომ მისი თქმით ცეცხლის შეწყვეტა 3 დღეს გასტანს. ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უკრაინა რამდენიმე საათიანი სიმშვიდის სანაცვლოდ რეალურ სარგებლად იღებს 1000 სამხედრო ტყვეს გაცვლას. ეს ის საკითხია, რომელსაც არ უნდა გადაფაროს დანარჩენი სიტუაციის სისულელემ, რადგან ესენი რეალური ადამიანები არიან, რეალური ოჯახებითი ოჯახებით. ამასობაში მთელი ეს პროცესი სანდოა, სულ მცირე აღლუმის განმავლობაში, რადგან შეერთებულ შტატებს შეუძლია დარჩენილი დახმარება უკრაინისადმი კიევის მიერ პირობების დაცვაზე დააკავშიროს. ჩვენი ცოდნით, შეერთებული შტატები კვლავ აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მდებარეობის შესახებ. მათზე უფრო დეტალურად ცოტა ხანში ვისაუბრებთ. გარდა ამისა, უკრაინა ასევე იღებს ამერიკულ იარაღს ნატოს პარტნიორებისგან შეძენის გზით.
ეხლა ირანის ომმა სავარაუდოდ გავლენა მოახდინა თითოეული ამ ცვლილის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვიცით, რომ თეთრმა სახმა საჯაროდ გააფრთხილა, რომ ევროპული შესყიდვები სავარაუდოდ გადაიდება, რადგან შეერთებული შტატები პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარი საწყობის შებების შევსებას, მას შემდეგ რაც ომის დროს ამდენი რესურსი ამოიწურა. სხვათა შორის ომი, რომელიც როგორც ამბობენ ჯერ კიდევ არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლი გაცვალეს. ასევე ალბათ მართალია, რომ რუსი სადაზვერვო ანალიტიკოსები ირანის მიმართულებაზე გადაერთნენ, რის გამოც უკრაინას რუსული გადაადგილებების შესახებ ნაკლები პირდაპირი ინფორმაცია აქვს. როგორც არ უნდა იყოს, უკრაინას სურს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხების გრძელვადიანი უსაფრთხოების შენარჩუნება. ამიტომ გამარჯვების დრის ცეცხლის შეწყვეტის პირობების ასე აშკარად დარღვევა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. სპექტრის მეორე მხარეს, რუსეთისთვის სანდო ვალდებულების ლოგიკა უფრო მარტივია. როცა ამას ვამბობ, ვაცნობიერებ, რამდენად იშვიათია ჩემთვის იმის თქმა, რომ რუსეთის ვალდებულება სანდოა, მაგრამ აი ესეა. თუ მოსკოვი დაარღვევდა შეთანხმების პირობებს, მაშინ უკრაინა თავს ვალდებულად არ ჩათვლიდა, რომ აღლუმის უსაფრთხოდ გაგრძელების ნებართვა გაეცა. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია ომის რეალური გადაწყვეტის მიმართულებით, ალტერნატივასთან შედარებით, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას. თუმცა საუბარში რაღაცა აკლდა. და როცა ვამბობ აკლდა, ვგულისხმობ იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამბავი ამერიკის მთავარი საღამოს საინფორმაციო გამოშვებებშიც კი არ მოხდა. ალბათ ეს უბრალოდ აჩვენებს, რამდენად დაღლილია დასავლეთი ცეცხლის შეწყვეტის თემით ამჟამად. როგორც არ უნდა იყოს, საუბარში ის ფაქტი აკლდა, რომ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ბოლო მომენტში იქნა მიღწეული, იმ დროისთვის, როცა რუსეთს უკვე მოუწია აღლუმის დაგეგმვა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. პროპაგანდის მხრივ კრემლმა შეამცირა წლევანდელი აღლუმის მასშტაბი და არ გამოიტანა სახმელეთო სამხედრო ტექნიკა ნაწილობრივ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ქვეყანას არ აქვს სათადარიგო აღჭურვილობა. რეალური ტექნიკის არარსებობის შემთხვევაში მათ ნაცვლად აჩვენეს ტექნიკის ვიდეო კადრები, რომელიც სავარაუდოდ ფრონტის ხაზთან გამოიყენება. და ახლა, როცა გაჩვენებთ იმ ბროლს, რომელიც მათ აღლუმის დროს აჩვენეს, იძულებული ვარ დავფიქრდე ფილოსოფიურ კითხვაზე. თუ ჩემი გამოყენება ტექნიკურად მას ქროლს ხდის. ნაკლებად ფილოსოფიურად რომ თქვათ, მგონი მათ არც კი სურდათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34 ტანკი ტრადიციულად გამოჩენილიყო, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიექცია თანამედროვე ტექნიკის არარსებობაზე. პუტინის გამოსვლასაც კი აკლდა მოსალოდნელი მოწოდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ. იყო მხოლოდ მოკლე მითითება იმაზე, რომ რუსი ჯარისკაცები უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელსაც მთელი ნატოს ბლოკი აძლევს იარაღს და მხარს უჭერს. საინტერესო განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იქ იმყოფებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნატოს ბლოკი სლოვაკეთის ჩათვლით ან გამოკლებით მხარს უჭერს, ჩვენი გმირები მაინც წინ მიიწევენ. რა თქმა უნდა, ეს ბოლო ნაწილიც ბოლომდე სიმიმართლე არ არის. ფრონტის ხაზის მიმომხილველები ან მიუთითებენ, რომ მდგომარეობა ადგილზე სტატიკურია, ან რომ უკრაინამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული წარმატებები მოიპოვა. ამის გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ არა დასავლეთის კონტრკოალიციის ცნობილი წარმომადგენლები და სლოვაკეთი, არამედ უფრო ისინი, ვისაც მაისის შაბათ-კვირას მოსწრინდა. პრაქტიკული თვალსაზრისით რუსეთს რამდენიმე დღის წინ მოუწია საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსკოვში გადაყვანა. შესაბამისად, უკრაინამ უკვე ისარგებლა სხვა ადგილებში გახსნილი შესაძლებლობებით. 7 და 8 მაისი, როგორც ჩანს, იყო მთავარი სამიზნე თარიღები, როდესაც უკრაინამ განახორციელა ალბათ მეორე ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა ომის დაწყების შემდეგ. როგორც ჩანს, რუსეთის დასავლეთ ნახევარში თითქმის ყველაფერი იყო სამიზნე, მათ შორის თავად მოსკოვი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და იაროსლავლი. საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი და კვლევითი დაწესებულება როსტოვში, რაღაც ობიექტი პერმში და შესაძლოა ფესბეს შენობა ჩეჩნეთში. ეს ემატება კვირის დასაწყისში განხორციელებულ სხვა თავდასხმებს, მათ შორის ფლამინგოების მიგრაციას ნავიგაციის აღჭურვილობის მწარმოებელ ქარხანაში ჩუვაშეთის რესპუბლიკაში. სავარაუდოდ უკრაინის დარტყმების სიხშირე მომდევნო რამდენიმე დღეში შემცირდება. პირველი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა სავარაუდოდ წინასწარ იყენებდა არსებულ მარაგებს სიტუაციის გამოსაყენებლად, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა უფრო სტრატეგიულად გამართულ პოზიციას დაიკავებს. თუმცა რუსეთის საჰაერო თავდაცვა მთლიანობაში კლავაც უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. და თუ კრემლი ვერ შეცვის ამ ტენდენციას, საჰაერო ომის გრძელვადიანი პერსპექტივა კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს უხადის რუსეთს. მაშ რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი დღისთვის? ეს ნამდვილად ყველაზე აბსურდული ზავი იყო.
აშშ-ის პოზიცია მინიმალური ზავის პირობები სანდოდ აქცია. და იმ დროისთვის, როცა ზავი დაიწყო, უკრაინას უკვე მიღებული ჰქონდა თითქმის ყველა სარგებელი, რაც შეიძლებოდა მიეღო. ამასობაში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ ამ ორი წიგნიდან ერთ-ერთს წაიკითხავთ ომის წარმოშობის შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეოს აღწერა. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. თავს გაუფრთხილდით.